ღორი სააკაშვილის მორიგ ჩართვას უყურე სასამართლოზე და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მოკლედ უნდა ვისაუბრო. დავიწყებ იმით, რომ სააკაშვილი ბედავს და თავისი პირით ახსენებს იმ საშინელ 9 წელს. იმ სისხლიან 9 წელს, რომლის შემოქმედიც იყო ღორი სააკაშვილი და თავის გოიმ მხარდამჭერებს ამ 9 წელს ისე უფუთავს, რომ თითქოს ეს იყო ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უფრო მაგარი 9 წელიწადი აღმშენებლობის, გაბრწყინების და რა ვიცი, სიკეთის 9 წელი. ისე სააკაშვილის დედას შევეცი მე. მაგრამ მიშა რო ბედავს და თავისი პირით იწყებს ამ 9 წელზე საუბარს, ეს რა თქმა უნდა არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ბრალი და იმ რაღაცა გაუგებარი კოჰაბიტაციის, რომელიც შემოგუტენეს თავის დროზე და მეტი არავისი და არაფრის ბრალი არ არის, რომ ღორი მიშა ბედავს და თვითონ თავისი პირით იწყებს იმ 9 წელზე საუბარს. ასევე სააკაშვილი იძახის, რომ ისტორიაო მე გამამართლებსო და ამ ქვეყნის ისტორიაში მე შევალო ისე როგორც საჭიროა. ანუ მაგარ კაცად ჩავიწერები ამ ქვეყნის ისტორიაშიო. აქაც ისე შენი დედას შევეცი მიშა სააკაშვილო. მიშამ უნდა იცოდეს წესით, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე არის მიშა ჩაწერილი. და თუ არ იცის და ან მიშას მხარდამჭერებმა თუ არ იციან, ძალიან მოკლედ უცებ მოგიყვებით თუ როგორ არის სააკაშვილი ამ ქვეყნის ისტორიაში შესული. სააკაშვილი ამ ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე უფრო ქვეშაჯვია მთავარ სარდალი, რომელიც გორში ფორთხიალობდა და მთელი გორი ზევიდან ეფარებოდა და ეს ჩემი აღქმები და ჩემი მოგონილი არ არის. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ვისთვის როგორ ისტორია კადრებად ინახავს ამ ფაქტებს, რომ მიშას ქვეშაჯვიობის. ასევე ისტორია ფაქტებად ინახავს კადრებს პრეზიდენტი სააკაშვილი როგორ მოუწოდებდა ტრიბუნიდან თავის ძალოვან მინისტრებს ყვიები არ დაინანოთო და ქუჩა-ქუჩა როხოცეს მერე 200 ახალგაზრდაზე მეტი ამასაც ინახავს ისტორია კადრებად. ასევე ისტორია კადრებად ინახავს ღორი სააკაშვილი ტრიბუნიდან როგორ მოუწოდებდა ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეშიო, რო კიოდა ისტერიკაში რო იყო და მერე მთელი ქვეყანა რო გლდანიში გამოატარეს, ამას ინახავს ისტორია. ასევე ისტორია ინახავს იმას თუ როგორ დაკარგა ღორმა სააკაშვილმა ტერიტორიები და მერე ამ ტერიტორიებზე როგორ ისე ჩატეცაუბრობდა, რომ თითქოს ეს რაღაც ქვების გროვა იყო და მეტი არაფერი. ინახავს ამას ისტორია და ვინც არ უნდა, როგორც არ უნდა გადაწეროს და გადმოწეროს საქართველოს ისტორია, ფაქტები ფაქტებად დარჩება და კადრები კადრებად დარჩება. ასევე ისტორია ინახავს ფაქტებად ღორი სააკაშვილის და ბიძამისის ალასანიას საუბარს ქართველებზე, თუ როგორ მოიხსენიებენ ქართველებს და თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ აი ამ ორ დედამოტყნულს ქართველებთან მიმართებაში. გავიხსენოთ ხო ბიძამისი ალასანია რო ეუბნება ამ ღორს, ქართველებიო ავადმყოფი ერიაო, მაგათო თუ ჯერ დედა არ მოუტყანიო და მერე ზედ არ დააჯვიო, ისე არ ესმით მაგათო. აი ეგ არის სააკაშვილი და აი მასი არის ამ ქვეყნის ისტორიაში შესული. ეგ ღორი ეგ და თუ არ იცის აუცილებლად უნდა აცოდინონ მისმა მრჩეველებმა თუ როგორ არის უკვე შესული ეს დედამოტყნული ამ ქვეყნის ისტორიაში. სააკაშვილი ამ ქვეყნის ისტორიაში არის შესული როგორც ყველაზე უფრო საზიზღარი მმართველი. შეიძლება უწოდოთ მიხეილ საზიზღარი ან რაღაცა, არ ვიცი, მიხეილ ანანისტით შეგვიძლია სხვათა შორის უწოდოთ მიშას, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას სპალნაში თვალი ქონდა მიშას შეყოფილი და ყური დატოვებული და მერე ახალაიები, სააკაშვილები, მერაბიშვილები და ვიღაც ავადმყოფი დედამოტყნულები იჯდნენ და ცნობილი ადამიანების ინტიმურ დეტალებს უყურებდნენ და პირადი ცხოვრების კადრებს და იქ რასაკეთებდნენ კიდე კაცმა არ იცის. აი ეს არის სააკაშვილი და ესე ამ ქვეყნის ისტორიაში შესული. ხო, რაც მთავარია,
კაცების გამაუპატიურებელი, რომელიც კაცებს აუპატიურებინებდა, დაბმულ კაცებს და მერე იჯდა და ამებს უყურებდა და ამით კაიფობდა. აი ასე არის სააკაშვილის შესული უკვე ამ ქვეყნის ისტორიაში და ვინც როგორც არ უნდა გადაწეროს და გადმოწეროს ისტორია, ფაქტები ფაქტებად დარჩება და მადლობა ღმერთს, რომ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ფაქტები კადრებად რჩება საბედნიეროდ. არ ვიცი, სხვა სააკაშვილი ამ ქვეყნის ისტორიაში სხვანაირად ვერ შევა ვერანაირად. სააკაშვილი არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო ქვეშაჯვია მთავარსარდალი და მეტი არაფერი. ყოველთვის ქვეშაჯვია იყო და დღესაც ქვეშაჯვია და როგორი ქვეშაჯვიაც თვითონ იყო, ზუსტად ისეთი ქვეშაჯვიები ყავდა გარშემო შემოკრებილი, ახალაიადან დაწყებული, მერაბიშვილით დამთავრებული და ვლასტი რო ჩაიგდეს ხელში, მერე აი ამ თავისი ქვეშაჯვია ბუნებიდან აკეთეს ყველა ბოროტება, რაც კი რამე ბოროტება დამართეს ამ ქვეყანას და ჩვენ ქართველებს. თავიანთი შიშარა ბუნებიდან, შიშიდან გამომდინარე აკეთებდნენ ყველა იმ უბედურებას, რასაც აკეთებდნენ, ეს ფარჩაკები ესენი. აი ეგ არის სააკაშვილი და სააკაშვილის ხელისუფლება. ახალაია მთელი ცხოვრება ნიკაპი უკანკალებდა, ისე დადიოდა ეგ დედამოწყნული, თუ არა და კი იცია სამეგრელოში და სანამ სახლიდან სკოლაში მივიდოდა, ხან ბოტასებს ხდიდნენ და ხან ქუდს ართმევდნენ და ხან რა ვიცი კიდე რას და მერე სახლში რომ მიდიოდა ტიტველი, მამამისი კიდე ქამრით ცემდა, როლანდა როგორ გართმევენ შედედამოწყნულო შენო და აი ესეთი გაბოროტებულები რომ მოვიდნენ მერე ხელისუფლებაში, იმიტომ იყო რომ ყველგან კრიმინალები ელანდებოდათ, ყველაში პრისტუპნიკს ხედავდნენ და ყველაში რაღაცა მტერს ხედავდნენ, ეს ფარჩაკი დედამოწყნულები ესენი. აი ეს არის სააკაშვილი და სააკაშვილის გიენებიც ეს არიან, რაც ვთქვი და მეტი არაფერი და რა ვიცი, ეხა მიშამ რაც არ უნდა იხვეწოს, რომ ისტორიაში იქნებ როგორმე მიხეილ აღმაშენებლის სახელით შევიდეს, ვერა მიშა, ვერა, შანსი არ არის მაგისი. მიშა შეხვედი შენ უკვე ამ ქვეყნის ისტორიაში, როგორც ყველაზე უფრო ქვეშაჯვია მთავარსარდალი და რა ვიცი, როგორც ავადმყოფი ბუნების ადამიანი. ეს არის ვისი თქმაც მინდოდა მიშიკო სააკაშვილზე და მის აი ამ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაცა ისტორიაში მიშა მაგარ კაცად ჩაიწერება. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, სააკაშვილი უკვე არის ამ ქვეყნის ისტორიაში ისე ჩაწერილი, როგორც იმსახურებს და ეკუთვნის.